ის რადი ხნის განმავლობაში იმალებოდა და საბოლოოდ გამოაშკარავდა. და მე თქვენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი კარგი, მეორე ცუდი. რუსეთი ამზადებს სამხედრო ოპერაციას მოლდოვის წინააღმდეგ. ამ დროს კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს და უკრაინული მიწები რუსებისგან გაათავისუფლეს. როგორც აღმოჩნდა გენშტაბის ბრძანებით, მალავდნენ და საჯაროდ არაშუქებდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას ფრონტის ხაზზე. ომის კვლევის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ოპერაციის ფარგლებში უკრაინულმა ჯარებმა მხოლოდ ალექსანდროვსკის მიმართულებით 626 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. ეს ფრონტის მონაკვეთია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქების შესახარზე. ამავე დღეს New York Times-მა გამოაქვეყნა დიდი გამოძიება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი გაქცეული ბანკირის მონაწილეობით, რომელმაც თითქმის გაანადგურა მოლდოვის საბანკო სისტემა, ამზადებს ოპერაციას მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის. ხოლო ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზანია სახმელეთო კორიდორი რუსეთისგან მოლდოვამდე, უკრაინის მთელი სამხრეთის გავლით. და ამ გეგმების განხორციელებას კრემლი აპირებს პარალელურად დონბასის სრულად დაპყრობის მცდელობებთან. და აქ ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალიან მალე გენშტაბი გაგვიმხელს ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესახებ ლიმანის მიმართულებითაც. თუმცა ყველა რუკა, იგივე Deep State-ი, ამაზე ახლა არაფერს ამბობს. მოკლედ, მოდით ამ ორ თემას ერთ ბლოკში განვეხილოთ. მე ალექსეი პეჩი ვარ. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიძებთ 300,000 გამომწერის ნიშნულისკენ. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. აი მეგობრებო, ეხლავე შეამოწმეთ, გამოწერილი ხართ თუ არა ამ YouTube არხზე. მოდი დავიწყოთ ფრონტზე არსებული სიტუაციით, რადგან იქ მოულოდნელი ამბები მოხდა. სანამ მთელი ყურადღება შორ მანძილზე რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებზე იყო გადატანილი, სანამ ყველა ვაკვირდებოდით იმას, როგორ იწვის Wildberries-ის საწყობები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთში. ომის კვლევის ინსტიტუტმა კონსერვატიული შეფასება მისცა იმ მონაცემებს, რომლებიც უკრაინის ხელმძღვანელობამ გაახმოვანა. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად განაცხადა თითქმის 700 ადამიანის 50 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიისა და 26 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ ბოლო ნახევარწრის განმავლობაში. და აი ომის კვლევის ინსტიტუტმა ზუსტად დაადასტურა 626 კვადრატული კილომეტრი. ასევე უკრაინული ხელისუფლების მონაცემებით, უკანა ხაზზე დაახლოებით 300 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ინფილტრანტებისგან გაწმენდილია. და აქ ყველაზე საინტერესოა. უკრაინული OSINT პროექტი Deep State, რომელსაც დარწმუნებული ვარ მთელი ომის განმავლობაში ყველა უკრაინელი ადევნებს თვალს, პირველად ასახა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა თავის რუკაზე სულ ცოტა ხნის წინ. როგორც აღმოჩნდა ადრე ეს უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ კეთდებოდა. დაახლოებით 240 კვადრატულ კილომეტრს აღნიშნავენ როგორც სრულად უკრაინის მტკიცე კონტროლქვეშ მყოფს, დანარჩენი კი როგორც ნაცრისფერი ზონა. ანუ იგივე პროექტი Deep State განზრახ არ ანახლებდა რუკებს დიდი ხნის განმავლობაში, რადგან ამ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრთხილად მოქმედებდნენ. ოპერაციაში ოკუპანტების განდევნის მიზნით და საჯარო სივრცეში თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდათ არანაირი წინსვლა. ამავე დროს კი პუტინი მთელი ხმით ყვიროდა, რომ რუსები თითქმის ყოველდღე ქალაქებს იფრობდნენ. ამ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალები ატარებდნენ საკუთარ ოპერაციას, ხოლო საჯარო ანგარიშები ამბობდნენ, რომ დიახ, დიდი წარმატებები არ იყო. შემდეგ კი აღმოჩნდა, როცა გენშტაბიდან ინფორმაციის განახლების ნებართვა მოგცეს, ჩვენ დიდი გარღვევა მივიღეთ. და ეს შედარება, რომელიც ამტკიცებს მიმდინარე მოვლენების რეალურ მასშტაბს. იმავე პერიოდში, იანვრიდან აგვისტომდე. რუსულმა ჯარებმა ფრონტის ყველა მონაკვეთზე ჯამში 586 კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორია დაიკავეს. ანუ ნაკლები ვიდრე უკრაინამ მხოლოდ ალექსანდროვსკის მიმართულებით გაათავისუფლა. აი ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამ წარმატებას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით ხსნიან. უკრაინული სარდლობის ოპერატიული დაგეგმის გაუმჯობესება, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობის კამპანია, საშუალო მანძილზე დარტყმების გაძლიერება რუსეთის ლოგისტიკაზე და უკრაინის უპირატესობა უპილოტო აპარატების გამოყენებაში, ასევე Starlink-ის ქსელის დაბლოკვა რუსეთის ჯარებისთვის. შემდეგ ციტატა. ოპერაცია აჩვენებს უკრაინის შესაძლებლობას მიაღწიოს მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს ფრონტის ლოკალურ მონაკვეთებზე მექანიზებული მანევრირების ჯგუფების შეზღუდული გამოყენების განახლებისას. აი ასე აღმოჩნდა, რომ კი მექანიზებული შტურმებიც ხდებოდა. და აი აქ გამოჩნდა შეტყობინება, რომელიც კიდევ უფრო მეტად იწვევს ინტერესს. ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, ციტატა.
მალე უკრაინის სარდლობა მოხსის აკრძალავს ლიმანის მიმართულებით ოპერაციის გაშუქებაზეც. ზოგიერთი მონაცემით უკრაინული ძალები ემზადებიან რუსეთის მიერ კონტროლირებადი გამოშვერილი მონაკვეთის ჩასაჭრელად ქალაქის ჩრდილოეთით. კიდევ ერთხელ ახლა. ლაგ. ფრონტის ხაზზე რეალური მდგომარეობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანება უკვე ალბათ რამდენიმე კვირას შეადგენს. ადრე დაგვიანება მხოლოდ 1 დღე იყო. ანუ ის რაც ფრონტზე ხდებოდა, ჩვენ როგორც ჟურნალისტებს შეგვეძლო ინფორმაცია გაგვეცა 1 ან 2 დღის შემდეგ. აქ ყველაფერი ოპერატიულ სიტუაციაზე იყო დამოკიდებული. ეხლა როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს პაუზა, რომელსაც გამოქვეყნების დაგვიანება ქვია, კიდევ უფრო გაზარდო, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე ოპერაციების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოს. ამასობაში ვლადიმირ პუტინი სერიოზულად დაფიქრდა მოლდოვის ზაფხრობაზე. მართალია ჯერჯერობით საუბარი არ არის ტანკების შეჭრაზე, არამედ მრავალწლიან ჰიბრიდულ ოპერაციაზე. კრემლის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე უკრაინის დაპყრობაა, ხოლო მეორე ადგილზე მოლდოვაზე კონტროლის დამყარება, წერს New York Times-ი. მოსკოვის მითითებით მოქმედ აქტივისტებთან, მოლდოვის, ევროპის და აშშ-ის სპეცსამსახურების მაღალი თანდეუღის პირებთან საუბრის საფუძველზე, ასევე რუსეთის მიერ მოლდოვის არჩევნებზე მანიპულაციის ცდილობების შესახებ ათასობით დოკუმენტის ანალიზზე. გამოცემის წყაროების თქმით, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინის სამხრეთს დაიკავებს, რათა შექმნას სახმელეთო დერეფანი, რომელიც რუსეთს პირდაპირ მოლდოვასთან დააკავშირებს. სანამ ეს არ მოხდება, პროდასავლური მოლდოვის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპერაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო კურირებს. მისი ერთ-ერთი თანაშემწე ილან შორი, რომელიც მოლდოვაში თაღლითური სქემის ორგანიზებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მისჩეს, რომლის საშუალებითაც 2014 წელს ადგილობრივი ბანკებიდან მილიარდი დოლარის მოპარვა მოხერხდა. მოსკოვში მდებარე შორის კომპანიის დოკუმენტების მიხედვით, 2025 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ მან პირადად გადაიბირა 150,000-ზე მეტი მოლდოველი. მათ უხდიდა ფულს ხმების მიცემისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის. ერთი წამით დაფიქრდით, ეს თითქმის 5%-ია მთელი ქვეყნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის. ანუ ამომრჩეველთა 5% უბრალოდ მოისყიდა. 2024 წლის რეფერენდუმის წინ, რომელიც მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხებოდა, იმავე ილან შორმა 4 თვის განმავლობაში თითქმის 20 მილიონი დოლარი გადაუხადა 38,000-მდე ეგრეთ წოდებული აქტივისტს. და აქ საინტერესო მომენტია. შორზე მომუშავე ადამიანების კონტაქტების ჩანაწერები პროგრამისტმა ხრუბელში საჯარო საქაღალდეში ინახავდა. და აი New York Times-მა გადაამოწმა ეს მონაცემთა ბაზა და უკავშირდა მასში მოხსენიებულ ადამიანებს, ანალიზი ჩაუტარა სოციალურ ქსელებში პოსტებზე ბმულებს და GPS კოორდინატებით მიაყვლია დეველოპერის კომპანიის მისამართს. მოსკოვთან ახლოს სკოლკოვოს ინოვაციურ ცენტრთან. ანუ მოხერხდა მკაფიო კვალის მიკვლევა, რომელიც მოსკოვიდან მოლდოვაში და უკან მიდის. მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის ფონზე კრემლი მოლდოვაში ამზადებს კიდევ თავის ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს, ანუ მებრძოლებს. აი უკრაინაში ყველა მშვენივრად იცის, ვინ არიან ტეტუშკები. ესენი არიან გადახდილი ბიჭები, რომლებიც რბილად რომ თქვათ, არეულობებს აწყობენ. New York Times იუწყება, რომ სერბეთის შორეულ რაიონში გაიხსნა ბანაკი, სადაც ინსტრუქტორებად მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიცაც დაკავშირებულნი არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სამმართველოსთან, ანუ გრუზთან. სამი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლების თქმით, მიზანი იყო შეექმნა დარტმის რაზმების ბირთვი, რომლებიც უნდა შეჭრილიყვნენ მოლდოვაში და ჩაეშალათ არჩევნები, თუ პოლიტიკური მოსყიდვა არ იმუშავებდა. 2025 წლის ზაფხულში სერბეთში ამ ბანაკში ჩასული მოლდოველები გადიოდნენ 4 დღიან კურსებს $400. ისინი ავარჯიშებდნენ პოლიციის კორდონების გარღვევისა და შენობების დაცვის უნარებს. ვიდეო ჩანაწერებში, რომლებიც მოლდოვის პროკურატურამ და მონაწილეთა ტელეფონებში იპოვა, ჩანაწერებში ჩანს კამუფლაჟსა და ჯავშან ჟილეტებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ავტომატებით ვარჯიშობენ. ანალოგიური ბანაკები მოქმედებდა ბოსნიაში და მოსკოვის მახლობლად. იქ 100-ზე მეტი ახალგაზრდა მოლდაველი სწავლობდა აალებადი მოწყობილობებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას და გამოდებასა და გამოყენებას. ასევე დრონების მართვა სპეციალური მოწყობილობებით ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ცეცხლის დასანთებად. ამის შესახებ წერია მოლდავეთის პროკურატურის მასალებში. სწავლება კვლავაც მიმდინარეობდა გრუზ კონტროლით. და მას დაადასტურეს დასავლეთის სპეცსამსახურების ორმა თანამშრომლმა. არის რჩევებიც. მაგრამ პუტინის ამ სპეცოპერაციაში მოულოდნელი დეტალია მღვდლების გადაბირება.
2024 წლის ზაფხულიდან მოლდოვაში ასობით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ზღუდალს იწვევდნენ რუსეთში, თითქოს და სიწმინდეების მოსანახულებლად და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. ყველაფერი ეს ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს კი მღვდლები სიწმინდეების სანახავად მიდიან, ხელს ართმევენ, ალბათ გუნდიებს და ასე შემდეგ. დაბრუნებამდე თითოეული ეს მღვდელი იღებდა ხელმოსაწერად ხელშეკრულებას, სადაც მითითებული იყო, რომ ის თანამშრომლობდა კრემლთან დაკავშირებულ ორგანიზაცია ევრაზიასთან და სწორედ ეს შორი შედის მის სადამკვირვებლო საბჭოში. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევრაზიის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, მღვდლები იღებდნენ ბარათს, პრომსვიაზბანკი, რომელიც ემსახურება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ფლობს შორა A7-ის 59 კომპანიას, რომელიც შექმნილია დასავლეთის სანქციების გვერდისავლისთვის კრიპტო გადახდების მეშვეობით. დაახლოებით $1000 სანაცვლოდ მღვდლებს უნდა ჩაეტარებინათ აგიტაცია თავიანთ ბრელში მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ. მათ უნდა აეხსნათ მრევლისთვის, რომ ეს არ არის ღვთისნება, რომ მოლდოვა შევიდეს ევროკავშირში. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ კურსების მონაწილეთა ნაწილი სერბეთში დააკავეს აალებადი მოწყობილობებით პირდაპირ არჩევნების დღეს. 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვის პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა იდეალურად იმუშავეს. შედეგად, რადგან ვერ შეძლეს დიდი დივერსიების მოთხოვა და მომზადებული აქტივისტების გამოყენება, რუსეთი პირდაპირ დარტყმებზე გადავიდა. ამ წლის მარტში მან დაბომბა უკრაინის ჰესი, მოლდოვის საზღვართან ახლოს, რამაც ორივე ქვეყანაში წყლის მომარაგების სისტემების დაბინძურება გამოიწვია. შემდეგ რუსულმა დრონებმა დასავლეთ უკრაინაში დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოლდოვა იღებს ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. ამან მაშინ მოლდოვაში მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერებსა და პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას 2024 და 2025 წლებში გამართულ პლებისციტებზე მცირე უპირატესობით გამარჯვება შეძლეს. ძირითადად სხვათა შორის საზღვარგარეთული დიასპორის ხმების ხარჯზე. მაგრამ როგორც კიშინიოვში აღიარებენ, მოსკოვი გრძელვადიან თამაშს თამაშობს. და ბოლოს ტრეონდელ დღის ბოლო შტრიხი, რომელიც არჩევნებს მთელი ამ დაძაბულობის ფასს თავად რუსეთისთვის. რუსეთის აქციების ბაზარმა პარასკევის ვაჭრობა დაასრულა ყველაზე ძლიერი შიდატრიური ვარნით 2022 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, ანუ იმ დრიდან, როცა რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა. მოსბიჟის ინდექსმა დაკარგა 4,3%, ანუ 250 მილიარდი რუბლი. კაპიტალიზაციაში. 20 შაბათიდან პარასკევამდე ინდექსი დაეცა. სამ დღეში თითქმის 8,9%-ით შემცირდა და დაკარგა 9 იმ ზრდისა, რომელიც წინა ნახევართვეში იყო დაგროვებული. დაცემას პირდაპირ დაუკავშირეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაყინვის შეუძლებლობის შესახებ და მუქარებს, რომ უფრო მკაცრი მეთოდებით უპასუხებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს და მუქარებს, რომ შესაძლოა ევროპასაც დაარტყან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკრაინის მიერ შეთავაზებულ ზავის უარყოფას. სხვათა შორის ამის შესახებ ამაზე წინა გამოშვებებში ვისაუბრე, ასე რომ თუ არ გინახავთ, გადადით და ნახეთ. მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი მაინც ამზადებს ოპერაციებს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად რუსეთს სულ უფრო ძვირი უჯდება. აქ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწეგეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობიანად. გაგრძელება იქნება.